2025 წლის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია კახეთში. ღონისძიება სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ალადაშვილის ინიციატივით უკვე მეოთხედ გაიმართა. წელს კახეთში 420 მოსწავლემ დაამთავრა სკოლა წარჩინებით. რეგიონის თითოეულ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოქროსა და ვერცხლის მედალოსან ახალგაზრდებს საჩუქრად ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადაეცათ. ღონისძიების მიზანი არის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სწავლისადმი მოტივაციისა და სტიმულის ამაღლება. აუცილებელი არის, რომ ასეთ მოტივირებულ, მონდომებულ ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადოთ იმისთვის, რომ ცხოვრების პირველ ეტაპზე, რომელიც ერთ-ერთი განსაკუთრებული და გამორჩეული ეტაპი არის, წარმატებით განვლეს და ემზადებიან ახალ ეტაპზე გადასასვლელად და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მადლობას გადაუხდით არა მხოლოდ ახალგაზრდებს, არამედ მშობლებს და თავისთავად მასწავლებლებს, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხელი შეუწყეს იმისთვის, რომ ეს დღე შემდგარიყო. ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და რაც თავარია ემოციურად დატვირთული ღონისძიება, პირველ რიგში რა თქმა უნდა, ამ ახალგაზრდებისათვის, ვინც წარჩინებით დაამთავრა სკოლა და ცხოვრების დიდ ასპარეზზე გადის, მათი პედაგოგებისათვის და მშობლებისათვის და რა თქმა უნდა, მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ ეს არიან ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. რა ასპარეზიც არ უნდა აირჩიოთ ცხოვრებისა, თავარი არის, რომ ისინი კარგი მოქალაქეები, თავის ქვეყნის პატრიოტები და განათლებულები იქნებიან. ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის დღეს ჩვენ ცხოვრებაში, რადგან დავამთავრეთ სკოლა და გადავდივართ ცხოვრების ახალ ეტაპზე. წარმატებები მინდა უსურვო ყველა ჩემს თანატოლს და ძალიან დიდი მადლობა ამ შესანიშნავი დღის ორგანიზებისთვის. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან დიდი სტიმულია მომავალი თაობისთვის. ვფიქრობ, რომ ხშირად უნდა ჩატარდეს ეს ღონისძიებები, იმიტომ რომ მომავალ თაობას უფრო დიდი სურვილი ექნება და დავამტკიცოთ თავისი წარმატებების გზა.